გამარჯობათ. ამ ვიდეოს იდეა მომაწოდა პრობლემამ, რომელიც რამდენიმე ჩემს მეგობარს შეექმნა, რომელთაც მთელი მეურნეობა რამდენჯერმე გაუნადგურეს მესაქონლე ვანდალებმა. დამნაშავის დასჯაზე და ზარალის ანაზღაურებაზე საერთოდ არ არის საუბარი, ლაპარაკია იმაზე, რომ მომავალში აღარ მოხდეს მსგავსი რამ, ხოლო გამოსავალი კი ჯერჯერობით არ ჩანს. ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, რაც უშლის ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში, განსაკუთრებით კი ბიომეურნეობის განვითარებას, არის ქურდობა და ვანდალიზმი ქართულ სოფლებში. პრაქტიკულად შეუძლებელია ნაყიდი მიწის გამოყენება ეფექტურად ქალაქში მცხოვრები ადამიანის მიერ, თუ შემდეგ თვითონ არ დასახლდა სოფლად. მბრდო უხმე დღეებში ჩასვლა, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ერთმა კაცმა ჰექტრამდე მიწას მოუაროს, არის სრულიად გამორიცხული, რადგან თუ რამეს დატოვებთ სოფლად, ყველაფერი მოპარული დაგვხდება, თუ რა თქმა უნდა ძალიან ახლობელ ნათესავთან არ დატოვეთ. ხოლო მოსავალი კი აღებული. მოსავალს ვინჩივის ნარგავობა და მცენარეები ხშირად ვანდალურად ნადგურდება, რადგან შეუშვებენ საქონელს თქვენს მიწაზე და ახლად დარგულ ნერგებს გაანადგურებენ. არაერთი ასეთი შემთხვევა არის ჩემთვის ცნობილი. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ყველა ვინც სოფლად ცხოვრობს, მპარავი და ქურდბაცაცაა, მაგრამ პრობლემა მაინც მენტალობაშია. მიწის ან სამოსახლოს ქალაქელ მყიდველს ადგილობრივების აბსოლუტური უმრავლესობა უყურებს როგორც კულაკსა და ბურჟუას. თუ წესიერი კაცია, ფული როგორ იშოვა ამ ლოგიკით. და თუ ვინმე მუშურგლეხურად განაკულაკებს, არც ერთი სოფლის მცხოვრები არ წავა მის წინააღმდეგ, განსაკუთრებით თუ უცხო ხართ და ნათესავები არ ყავთ იმ სოფელში. უფრო მეტიც, რომ აღმოაჩინოთ, ვინ დაგიზიანად ქონება, სოფელი დამნაშავეს დაუჭერს მხარს. განსაკუთრებით იგრძნობა ცუდი დამოკიდებულება მცოდნე და წარმატებული ადამიანისადმი, რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვთ, რაც უფრო ეფექტურად მუშაობთ და უკეთეს ტექნოლოგიებს იყენებთ, მით უფრო ცუდ დამოკიდებულებას უნდა ელოდეთ. ასეა ეს. რაღა სოფლად ყველა დარგში ასეა, ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი, ეს ასეა და ამისათვის მზად უნდა იყოთ, უბრალოდ სოფლად უფრო აშკარად არის ხოლმე გამოხატული. გავრცელებული დაცვის ტექნიკური საშუალებები სრულიად უმაქნისია. ვთქვათ, ფარულმა კამერამ გადაიღო მომხდურის ფოტო. პოლიცია თავს არ შეიწუხებს დამნაშავის ძებნით და დასჯით. თქვენით რომ დასაჯოთ დამნაშავე, ამის უფლებას არავინ მოგცემთ. შედეგად არის ის, რომ მცირდება ქართული მოსახლეობის ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით ეს ეხება ბიომეურნეობას, რადგან ძალიან ხშირად ქალაქის მაცხოვრებლები მიწას ყიდულობენ არა იმისთვის, რომ მიიღონ კომერციულად მნიშვნელოვანი მოსავალი, არამედ იმისათვის, რომ თავისთვის ჰქონდეთ უვნებელი და ხარისხიანი. აი, ინდოელების რაოდენობა სოფლად იზრდება, რადგან ინდოელი მიწას რომ იყიდის, მაშინვე სახლდება ზედ. ადგილზე მყოფს პატრონთან შარისთავი არავის არ აქვს, თორე ინდოელის მეურნეობასაც სიამოვნებით გადაუვლიდან დარწმუნებული ბრძანდებოდნენ. მოსავლის ქურდობა არის გავრცელებული, მაგრამ ჯერ ერთი მოსავლის აღებას შრომა უნდა, რაც ვანდალებს ეზარებათ. მეორეც, როგორც წესი, მოსავლის მომპარავი არ ანადგურებს მრავალწლიან ნარგავებს. აი, ვანდალიზმი საქონლის ნაკვეთში შეშვებით ბევრად უფრო ცუდია, რადგან ამ დროს ნარგავების განადგურება ხდება, რომლებიც ძალიან ხშირად საკმაოდ ძვირად ღირებულია, ხოლო მათი გაშენება შრომატევადი. რა შეიძლება გავაკეთოთ საქონლით ვანდალების წინააღმდეგ? შემოღობას ეკლიანი მავთულით აზრი აქვს. თავის დროზე ეკლიანმა მავთულებმა ამერიკაში კოვბოები გააჩერეს. მაგრამ მე-19 საუკუნის ამერიკაში არ არსებობდა ტრაქტორი. არც აკუმულატორიანი ბალგარკა. ახლა ელემენტარულად ტრაქტორით მიადგებიან და ღობეს გადაჯიგავენ. ან სულაც ბალგარკით გადაჭრიან. ფარული კამერით გადაღება შესაძლებელია, მაგრამ ამდენი ციციან და რომ კამერები არსებობს და მოვლენ პანამით და პირბადით, როგორც ღამის ავტომობილების ქურდბაცაცები დარბიან ჯერჯერობით.
ყარაულების დაყენება გამოდის მხოლოდ პატარა სააგარაკე დასახლებაში და ისიც არა ყოველთვის. მეორეც ის ყარაულის სულხან საბას იგავის არ იყოს, შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს საქმეში გარეული. ეხლა ტექნიკურ საშუალებას თვითმსროლელს, არ ვიცი, სამასტრელს როგორ დაუძახო ქართულად, ვერ დააყენებთ, ისევ თქვენ დაისჯებით. იგივე დათვის ხაფანგის გამოყენებისას სხვადასხვის მინიმუმ 2 ადამიანს გადავაფიქრებინე ტრავმული ხაფანგების დაყენება. რა გვჩება და რა გავაკეთოთ? ისიც ხომ ფაქტია, რომ მესაქონლე ვანდალს ძალის გარდა ვერაფერ შეაგნებინება. ამიტომ გამოსავალია თვითონ მივაყენოთ მესაქონლეს ზიანი, თუ ის ჩვენ ტერიტორიაზე შემოვიდა, რა თქმა უნდა. არავითარ შემთხვევაში ტერიტორიის გარეთ. არის რამდენიმე საშუალება. პირველი ეს არის დრონი. ელექტრონიკის მოყვარულებისათვის და მასში გარკვეულისათვის დრონი შეიძლება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს. დრონის დისტანციური მართვა სრულიად შესაძლებელია через ინტერნეტით ან მობილურით, თუ თქვენ დრონით დააფრთხობთ სხვა ძროხას, ისე რომ არ დააზიანოთ ფიზიკურად და არ მისცეთ მშვიდად ძოვის საშუალებას, წყემს იძულებული გახდება, რომ გადარეკოს საქონელი თქვენი მიწიდან. ნარბენ დამფრთხალი საქონელი არც არაფერს მოიწოლის. დრონზე შეიძლება ბგერითი სირენის დაყენება. უბრალოდ საჭიროა, რომ დრონი საკმაოდ შორს ფრენდეს, ან ახლოში კონდეს დამტენის ადგური. ხლა შემოღობაზე ბევრად ძვირი ნამდვილად არ დაждდება. რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა დრონების სიაფე და ეფექტურობა. ასე რომ სრულიად შესაძლებელი რამ გახლავთ, ეხლა ყუმბარები არ უნდა დაკიდოთ ზეთ, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით თუ თვითონ გააკეთებთ და მზად დრონს არ იყიდით, მზად დრონი უკვე საკმაოდ ძვირი იქნება ასეთი. და საქონელს და მწყემს არ დააჯახებთ და უბრალოდ არ ბენინებთ. ვერავინ დაგჭირთ ბოლოს და ბოლოს ხვისი ნახირის გადარეკვის უფლება საკუთარი მიწიდან გაქვთ და რითი გააკეთებთ ამას ჯოხით თუ დრონით რა მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, სირენამ შეიძლება პოლიციის ყურადღება მიიქციოს, რაც ძალიან კარგია. გარდა ამისა, დრონით შეგიძლიათ კარგი ეფექტური სურათები გადაიღოთ თვითონ საქონლის და გაარკვიოთ ვისია ეს საქონელი და მისი მწყემსისაც. შემდეგ მეორე ეს უკვე ბიოლოგიურ მეთოდებზე გადავდივარ, სამკურნალო მცენარეების დათესვა. შეგიძლიათ დათესოთ სამკურნალო და დეკორატიული მცენარეები, რომლებიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ. ბევრი ასეთი ნივთიერება სხვა ძროხისათვის საწამლავია, მათ შორის ადამიანისთვისაც სხვათა შორის. ასეთი მცენარის შეჭმის შედეგად თუ ბევრი შეჭამა შეიძლება საერთოდ მოკვდეს კიდეც ძროხა. თუ არა და საკვებით მოწამვლის ნიშნები განვითარდება, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოიწოდება, საჭმელს არ შეჭამს, კიდევ ვეტერინარზე ფული იქნება და დასახარჯი. ასე რომ ბევრ პრობლემას შეუქმნით საქონლის პატრონს. განვიხილოთ რამდენიმე ასეთი კანდიდატი. პირველი არის აბზინდა. ეს შედარებით ჰუმანური საშუალებაა ძროხისათვის. ნახეთ სურათი. აბზინდას ძროხა არავითარ შემთხვევაში არ მიირთმევს, თუ მინდორში სხვა საკვებიც ბევრია, რადგან აბზინდა არის მწარე. მაგრამ თუ სხვა ბალახი არ არის, ან ცოტა, მაშინ აბზინდასაც კარგად ჭამს. თუ თქვენ აბზინდა ან სხვა სამკურნალო მცენარე თუნდაც ძირტკბილად გექნებათ დათესილი და დიდი რაოდენობით ამოვიდა, პასუხს ვერავინ მოგთხოვს. ეს ჩვეულებრივი სოფლის მეურნეობაა. ინგლისურად აბზინდა არის wormwood, რუსულად parin. თესლი eBay-ზე იყიდება, კაპიკები ღირს, ეს ძროხას არ მოკლავს. პირიქით მცირე რაოდენობა ჯანმრთელობაზე დადებითადაც მოქმედებს, მაგრამ როცა ბევრია და სხვა ბალახი არ არის, აბზინდის ჭამის გამო ძროხა რამდენიმე დღე ცუდად იქნება და ვერც მოიწოლის, რასაც მოიწოლის მწარე იქნება და საშინელი გამოექნება. აბზინდა ნიადაგს არ წამლავს. არის დიდებული პარტნიორი ნუშისა და კაკლისათვის. 1-2 სეზონი დაგჭირდებათ აბეზარი მენახირეების მოსაშორებლად.
შემდეგ შეგიძლიათ დარგოთ კაკლის ნერგები. აბზინდაც რა თქმა უნდა დატოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რომ დაინახავენ აბზინდა არ არის, შეიძლება საქონელი ისევ შემოუშვან. შემდეგი მცენარე, რომელიც ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე აბზინდა, არის დელფინიუმი. ქართულად ქვია დეზურა. ნახეთ ფოტო. საქართველოში დეზურა საკმაოდ გავრცელებულია ალპურ მინდვრებში, აქვს ულამაზესი ყვავილები, მაგრამ მისი ყველა ნაწილი შხამიანია. საქონლისათვის გემრიელია და ამიტომაც უფრო საშიშია, რადგან საქონელის სიამოვნებით ჭამს. ამიტომაც დიდი შანსია, რომ საწამლავის დიდი დოზა მიიღოს. მესამე ასეთი კანდიდატი არის ლიუპინი. ქართულად ქვია მგლის ლობიო. საქართველოში ესეც გავრცელებულია, ფართოდ არა, მაგრამ გავრცელებული გახლავთ ველურ ბუნებაში. ნახეთ ფოტო. ლიუპინი კიდევ უფრო საშიში გახლავთ ცხვარძროხისათვის. ვერც ლიუპინის დათესვისათვის ვერავინ ვერ დაგადანაშაულებთ. ორგანულ მეურნეობაში და ბიომეურნეობაში ის ფართოდ გამოიყენება როგორც პარკოსანი სიდერატი. ნიადაგს ამდიდრებს აზოტით. ის ძალიან ეგემრიელება ცხვარსაც და ძროხასაც და სიამოვნებით მიერთმევენ, მაგრამ შხამიან ალკალოიდებს შეიცავს. ლიუპინი საშიშია თივის სახითაც. მისი ჭამისას სულადვილი შესაძლებელია, რომ ცხვარმა და ძროხამ მიიღონ სასიკვდილო დოზა. ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მომაკვდინებელი სილამაზეა. ამაზე ცალკე ვიდეო გქონდა. ლიუპინს კიდევ ეძახიან მწვანე ბულდოზერს. იმიტომ რომ თუ გვინდა ღრმად გავაფხვიროთ ნიადაგი, ლიუპინზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. რა ის ტრაქტორი, რა ის ფაცელია და რისი მზესუმზია. ლიუპინი დიდ სიღრმეზე კარგად აფხვირებს, ყველაზე კარგად აფხვირებს ნიადაგს. გარდა ამისა, კიდევ ერთი პლუსი აქვს ლიუპინს, რომ თუ მინდვრის თაგვები ბევრია, მინდვრის თაგვების პოპულაცია მცირდება, რადგან მინდვრის თაგვი ლიუპინს მიირთმევს და მერე მიაქვს წერილი. ასე რომ ეს პლუსიც ლიუპინს გააჩნია და ამის გამო ვიმეორებ ორგანულ მეურნეობაში ძალიან ფართედ არის გამოყენებული, იქაც კი, სადაც ვანდალი მესაქონლეები არ არიან. ასე რომ, აქ უნდა გააკეთოთ შემდეგი რამ. უნდა გააფრთხილოთ მესაქონლე მეცხვარე მეზობლები, რომლებსაც პოტენციურად შეიძლება დააშავონ და შემოუშვან საქონელი თქვენს მიწაზე, როდესაც თქვენ არ იქნებით. რომ აი ასეთ მცენარეს ვთესავ, რომელიც თქვენი ცხვარძროხისათვის საშიშია და რა ვქნა, გავწიო ხარჯი ნაკვეთის შემოსაღობად, თუ თვითონ იქნებით ფრთხილად და არ ამოაზოვებთ ჩემს მიწაზე. უბრალო ბლეფი არ გაგივათ. შესაბამისი მცენარე უნდა დათესოთ. გლეხი რისი გლეხია, თუ დაგიჯერათ და საკუთარ ტყავზე არ იწვნია რეალობა. შემდეგ თუ რეზინის ხელთათმანებით მუშაობა არ გეზარებათ, დათესეთ ჭინჯარი. ჭინჯარის თესლიც იყიდება eBay-ზე. ცხვარი და ძროხა გამოვა მშიერი თქვენი ნაკვეთიდან. უფრო სწორად არ შეუშვებენ ახლა ჭინჯარს ყველა ცნობს. ეს არის შესანიშნავი სიდერატი და პარტნიორი ბოსტონის მცენარეებისათვის. ჭინჯარისგან გამოდის საუკეთესო თხევადი კომპოსტი. არ არსებობს არც ერთი მცენარე თხევადი კომპოსტისათვის, როგორიც ჭინჯარია. ეცადეთ ჭინჭრის ცოცხალი ღობე იყოს ეკლიან მავთულთან ერთად. ასკილიც კარგი იქნება, მაგრამ ტრაქტორიანი ნაძერლები გაზრდის საშუალებას ასკილს არ მისცემენ. ხოლო ჭინჯარი, რომ იქნება თქვენი ნაკვეთის პერიმეტრზე დათესილი, პირველ ხანებში ალბათ ჯობია მთელი ნაკვეთი ჭინჭრით დათესოთ. ამით ნიადაგი დაისვენებს, ნაყოფიერება გაიზრდება და შემდეგ კი შეუბერეთ რაც გინდათ და რა მცენარეც
გაინტერესებთ. და ბოლოს მხოლოდ თეორიულად განვიხილოთ ატომური ბომბი საშიში მცენარეთა შორის. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს საინტერესოა. ეს მცენარე იმდენად საშიშია, რომ ბრიტანეთის არმია აპირებდა მის არალეტალურ იარაღად გამოყენებას. თუმცა ამ პროექტის რეალიზაცია აღარ მოხდა, რატომ ზუსტად არავინ იცის. ჩემი აზრით, მიზეზი იქნებოდა ის, რომ პრობლემა იქნებოდა ამ მცენარის გამომყენებელი ჯარისკაცების დაცვა. ეს არის გიმპი, ავსტრალიური ჭინჭარი, ლათინურად Dendrocnid moroidis. ეს მცენარეა, შეხედეთ სურათი. მე ამჟამად არ ვიცი დისტანციურად სად შეიძლება იყიდებოდეს ამ მცენარის თესლი. თუ ვინმე გაიგებთ, დაწერეთ კომენტარებში. ევროგაერთიანებაში და შტატებში ეს მცენარე არ არის აკრძალული, მაგრამ არც ვიცი რომ იყიდებოდეს. ალბათ იმიტომ რომ არავინ არ არის ისეთი გიჟი რომ ის იყიდოს და მოაშენოს. ამ მცენარის შეხება იწვევს რამდენიმე კვირიან საშინელ ტკივილს, რამდენიმე კვირიანს არ მეშლება ხას უსვამ, რამდენიმე კვირიანს. ზოგჯერ ეს შეიძლება წელიწადზე მეტიც გაგრძელდეს. და ეს ტკივილი არანაირი წამლით არ ყუჩდება. რა მორფინი, რისი ოპიუმი, შანსი არ არის რომ რომელიმე დღევანდელმა ტკივილ გამოყუჩებელმა გიმპით დასუსხულს ტკივილი შეუმსუბუქოს. ყოფილა რომ ამ მცენარით დასუსხულ ადამიანს თავი მოუკლავს. მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ასეთი შემთხვევა. ავსტრალიელ მედესანტეთა კაპიტანი ბუშში გავიდა მოსასაქმებლად. ამ უბედურს ხელთათმანები ეცვა. ამიტომ როცა გიმპის ყვავილი მოწყვიტა, ხელი არ დასუსხვია. მაგრამ მერე ეს ფოთოლი ტუალეტის ქაღალდის მაგიერ გამოიყენა და გასაგები არაც დაემართა. ესე იგი, რა ტკივილები ჰქონდა, რომ ახალგაზრდა ჯანღონით სავსე, გააწორთნილმა და ტკივილს შეგუებულმა მამაკაცმა თავი მოიკლა, იმის გამო რომ ტკივილს ვერ გაუძლო. ამ მცენარის გამოყენება ნიშნავს, რომ საკუთარ თავსაც აგდებთ საფრთხეში, თუმცა თქვენ იცით მაინც წინასწარ არასთან გაქვთ საქმე. რა თქმა უნდა, გიმპისთან საქმის დაჭერას არ გისჩევთ, თუ სამეცნიერო კვლევას არ ატარებთ. ამ დროს ეს არის მართლაც ძალიან საინტერესო მცენარე სამეცნიერო კვლევებისათვის. მისი შხამი არის ბინარული. ორკომპონენტიანი და თუ ერთი ნივთიერება მოშორდა, მეორე ძალიან ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი შეიძლება გამოდგეს. შეიძლება კი არა, გამოდგა უკვე. ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია, მაგრამ კლინიკაში ჯერ არ არის დანერგილი. თანაც ეს ტკივილგამაყუჩებელი არ არის ოპიატი და შეჩვევას არ იწვევს. ასე რომ მეცნიერებისათვის ძალიან საინტერესო საკვლევი ობიექტი გახლავთ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ცხოველი, რომელიც გიმპით იკვებება. ეს არის წითელფეხება ფილანდერი. პატარა კენგურუს გავს, მაგრამ კენგურუ არ არის. და ამ მცენარის ფოთლებს სპეციალურად მიდის და სიამოვნებით მიირთმევს. რა მექანიზმით იცავს თავს და რა ბიოქიმია ხდება მის ორგანიზმში, ეს ჯერჯერობით გამოკვლეული არ გახლავთ. ეხლა დასკვნის სახით მცენარები, რომელიც საშიშია საქონლისათვის და რომელთაც თავი შეიძლება დავიცვათ, არის ბევრი. არა ერთი და ორი და არა მარტო ისინი, რომელიც მე აქ ჩამოვთვალე. ეხლა თავისთავად ეს საქართველოა და აქ ჯერ კიდევ ძველი კომუნისტური აზროვნება და სამართალი, თქვა სამართალწარმოება არსებობს, თორემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებადაურთველად რომ შეხვიდეთ ვინმეს საკუთრებაში, კერძო საკუთრებაში, ხომ, ის ჯერ გაგაფრთხილებთ და მერე გესვრით. და ამისათვის არავინ პასუხს არ მოსთხოვს. ეს მეორე უკიდურესობაა, მაგრამ ფაქტია, არავის არ უნდა ჰქონდეს კერძო საკუთრების დაუსჯელად ხელყოფის საშუალება. კერძო საკუთრება რომ არის კარგად დაცული შტატებში, იმიტომაც გაფრინდნენ მთვარეზე და იმიტომაც გაფრინდებიან მარსზე
მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი ძალიან შორს იქნება ამ ტექნოლოგიებიდან. ტექნოლოგიურად და მეცნიერულად ყველაზე მოწინავე ქვეყანა იყო, არის და იქნება. ეხლა ბევრი ალბათ მორალზე გააკეთებს, მაგრამ მეორე მხრივ ისეთ რა თავდაცვას რომ სწავლობთ, ვთქვათ იგივე ძიუდოს და კარატეს, იმისათვის რომ თავი დაიცვათ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ტკივილს და ზიანს არ აყენებთ ადამიანს, ვინც თავს დაგესხათ, მაგრამ თავს დაგესხათ უნდა ზოოს კიდეც, ხო? ეს არის 2x2 4. აი ასია აქაც. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.